საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 28 ნოემბერი არის. ხვალ 29 ნოემბერს დღის 3 საათზე საქართველოს შვილები, ქრისტიანი მართლმადიდებელი ქართველები იკრიბებიან საპატრიარქოსთან. Დიდის ჯულის კანონის შესაბამისად, წესის შესაბამისად ითხოვენ სინოდისგან და საპატრიარქოსგან კონკრეტულად გააკეთონ განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არაბიზაციას, მთელი ერი ღელავს, ყველას აქვს საშინელი მოლოდინები, დაუცველობის განცდა და ეს განცდა არ არის ჰაერზე მოტანილი, ეს არის ბუნებრივი და ლოგიკური ქვეყანა, რომელიც ბოლო 34 წელიწადია კარგავს თავის ტერიტორიებს და კარგავს თავის მოსახლეობას და გააჩნია დემოგრაფიული კოლაფსი, უპირებენ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ მიწები იქნას გაყიდული უცხოტომელებზე და ჩამოსახლებული იქნას ქვეყანაში ძირითადად არაბი მოსახლეობა, რომლებიც არც ტომით და არც სარწმუნოებით ქართველი ერის მონათესავე ხალხი არ არიან და პირიქით წარე ისტორიული გამოცდილება გვაკავშირებს ჩვენ ამ ადამიანებთან და როდესაც ყველა არის შეშფოთებული, ამ დროს ჩვენი სულიერი ლიდერები არიან ჩუმად და ამდენი ხანი ერთ სიტყვასაც არ ამბობენ. ამიტომ დამსახურებულ პროტესტს იწვევს ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებაში, ნორმალურ ქართველებში, რომ არსებობს გარიგება საპატრიარქოს კორუმპირებულ მაღალი იერარქიის პირებსა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ ეს არ არის უკვე პოლიტიკური საკითხი, ეს არის ეროვნული საკითხი, ეს არის ერის არსებობა არარსებობის საკითხი, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ 70,000 ჩამოსახლებული არაბი დაახლოებით 4-5 წელიწადში გახდება 300,000 და ისინი დაეპატრონებიან ქართულ მიწას. ამიტომ ჩვენი ერი, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ შეტანილი არის მომაკვდავ ერებში, სახელმწიფოს კი მსხვერპლი სახელმწიფოების სტატუსი გააჩნია. განიცდის იმას, რასაც უნდა განიცდიდეს ყველა ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ერი, რომელსაც ყავს კორუმპირებული მოღალატე ხელისუფლება, რომელთათვისაც სამშობლოს მიწა და გენოფონდი არაფერს არ ნიშნავს, არ წარმოადგენს. ისინი უყურებენ ქვეყანას როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს, რომლის გაყიდვა, გამოყიდვა ჩვეულებრივად შეიძლება და ერი მათ საერთოდ არ აინტერესებს, მაგათთვის მთავარი არის მოქალაქეობა კონდეს, იყოს ამომრჩეველი და ელექტორატს ეძახიან ერს, რომელიც რაც მთავარია, მაგათ აირჩევს ხელისუფლებაში და იქნებიან და როგორ საქართველოს მიიღებენ, ეს უკვე არავის არ აინტერესებს. ტენიან აგერ ამდენი ხანი ამ ტყუილებს, რომ თურმე არანაირი დემოგრაფიული პრობლემები და მიგრაციის პრობლემები არაა საქართველოში თურმე და არავინ არაბების ჩამოსახლებას არ აპირებს და თურმე ქართული მიწა არ იყიდება და არ ვიცი ალბათ იმათ რა ქვია არენდით აძლევენ დროებით სარგებლობაში და ვიზებს უწესებენ იმ ხალხს, ვიზაც საცხოვრებლები უნდა გაყიდონ ქვეყანაში. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ნაბიჭვარი მოღალატე ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი გამთეთრებელი მოღალატე გამპრავებლების საუბრები. ამიტომ ფაქტია ის, რომ როგორც იყო და როგორც ხდებოდა აქამდე, როგორც ბიზინა ივანიშვილის და მისი ბოროტი კლანის მიერ ნებისმიერი ინიციატივა, ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებსაც ტენიდნენ ქართულ საზოგადოებას, იქნებოდნენ პრეზიდენტები თუ იქნებოდნენ ეს
პრემიერ-მინისტრები და მინისტრები საერთო ჯამში შემდეგ აღმოჩნდებოდნენ მოღალატეები და ბიძინა ივანიშვილი იყო თურმე მარტო დაზარალებული და ესენი მოღალატეები და ამით პასუხისმგებლობას იხსნიდნენ. აქ უკვე ვიღაცეების ხელში ჩავარდნილი ქვეყნის ბედზე არაა საუბარი, აქ არის მთელი ერის ბედზე საუბარი, რომელსაც არსებობა არარსებობის დრო უდგას. ამიტომ არ შეიძლება ამ დროს საპატრიარქო, რომელიც ქვეყანაში არის ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია და სარგებლობს ქართველი ერის და საზოგადოების ყველაზე მეტი დიდი ნდობით და ავტორიტეტით, იყოს გაჩუმებული, იყოს წყნარად, მით უმეტეს, როდესაც რასაც ხვალ აპირებენ არის თავიდან ბოლომდე ქრისტიანული წესით, ქრისტიანული მორალით, ქრისტიანული კანონებით, დიდი ჯულის კანონის მიხედვით ყველაფერი ეს და მინდა თავშივე მინდა გავაფრთხილო ყველა. მოდის ჩვენამდე ინფორმაციები, რომ იგეგმება დამუშავებული პროვოკატორების სუსის აგენტურის და ზოგიერთი ყანდურის მრევლის მიერ შემოგდებული ნაძირალა პროვოკატორების ქმედებები, რომლებიც მოვლიან ვითომ სამშობლოს ბედით აღტკინებულები იქ და დაიწყებენ ათასნაირი რაღაცა პროვოკაციული წამოძახილების ძახილს, რომ მოხდეს აქციის გამარგინალიზაცია. ამიტომ ყველას ვინც ხვალ მიბრძანდებით იქ, ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, თავშეკავებისკენ. არავინ არაფერზე არ მიდის იქ გარდა ერთისა, ქართული მიწის მადლი, რომელიც არ შეიძლება იყოს გასხვისებული და არის მოთხოვნა, რომ შეიკრიბოს სინოდი და სინოდმა დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია. თუ არა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება, რომ ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები და სინოდი მთლიანად გადასული არის საპატრიარქოს თანამდებობით ქართველი ერის ღალატის ავანგარდში, ისე როგორც უამრავი ცნობადის სახე, უამრავი არ ვიცი, ვისთვის ავტორიტეტები იყვნენ ესენი და ვისთვის ეროვნულები იყვნენ, უკვე გადაბარგებულები არიან იქ და ბიძინა ივანიშვილის და ამ ნაძირალა ბანდის გამთეთრებლებად არიან გადაქცეულები. მაშინ გვეცოდინება ყველას ოფიციალურად უკვე გამოცხადებული, რომ საპატრიარქო გადასული არის თავიდან ბოლომდე არაბებზე მიწების გაყიდვაში და ასევე არაბების საქართველოში ჩამოსახლებაში. ახლა ბევრი ალბათ დაწერს, რომ აქცია რა შეჭირდება, ისედაც აქამდე უნდა ექნათ, მაგრამ ფაქტია ის, რომ როდესაც კი ბატონო მართლები ბრძანდებით, კი ბატონო გასაგებია ყველაფერი, სამართლიანი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რაღაცის თქვა მინდა, როდესაც არ ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ფაქტს ჭირდება ფიქსაცია. ფიქსაცია ჭირდება, ოფიციალური ფიქსაცია ჭირდება, რომ საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს და დუმილი ოქროი რჩეული და 1000 ეს რაღაცა წმინდანების ცხოვრებიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ლაპარაკი ქართველ ერთან დაკავშირებით უამრავი მომხდარა და უამრავი ხდება და ამ ხალხის დაბოლება და გამოშტერება ხდება და ამინდა ბიჭო გითხრათ იცით აი რო კითხოთ ადამიანურად რო კითხოს კაცმა აი ყველას მინდა მიმართო ვინც ფლის თავს აი ქრისტიანია და რო იძახიან რომ პატრიარქი უყვართ და ასე შემდეგ რო კითხოთ ბიჭო ხალხს ხო აი ამ კატეგორიას მოგმართავთ თქვენი პატრიარქის სადღეგრძელოს ყოველ მესამე ჭიქაში ამბობთ და ოცავთ პატრიარქს და სინოდს და ასე შემდეგ და პატრიარქს ღიად და მკაფიოდ აქვს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს და არც არავის და ეს რო არ სრულდება, ამ დროს თქვენი პატრიარქის მიმართ ნდობა, სიყვარული, მისი სიტყვის პატივისცემა, ამ დროს მაინტერესებს სად არის და სად ახართ, ვერ ხედავთ რო კითხოთ კაცმა პატრიარქის ავტორიტეტით ახართ და ასე ხართ, ვერ ხედავთ, რომ პატრიარქი ისე არის დაუძლურებული ადამიანს საუბრის თავი არ აქვს და ელემენტარულად რამდენი ქვეწარმავალი როა შემძროალი და პატრიარქის სიტყვის შესრულება რო არ ხდება, ამ დროს სად ახართ თქვენ? სად ახართ? უძლურებაში ჩავარდნილ თქვენი პატრიარქს რო გკითხოთ კაცმა რო გიყვართ პატრიარქი და პატრიარქის გულისთვის თავს გაწირავთ და ამას იზამთ და იმას იზამთ. რატო ხართ ჩუმად? როდესაც მკაფიოდ აქვს პატრიარქს ეგ სიტყვები ნათქვამი.
აი ელემენტარულ კითხვას გისვამთ, ბიჭო, აი თქვენ გეკითხებით, თქვენ რო გკითხოთ, კაცმა მორწმუნეები რო ხართ და აი გამომივარდა ერთი ვიღაცა მდედრი, რომელი მდედრიც, აი ახლა მეუბნება, რომ ესო გაცრავად აჩვენებთ აგერ კომენტარი არის სპეციალურად ამოვიღე ის გაახსენდა თურმეო რომ ტომარაძემ ხალხის საპატრიარქოსთან მიიყვანაო მოტყუებითო და პოსტის ავტორსო არ ამგონიაო წმინდა რელიგიური გრძნობებით სავსეო ის კონდესო რა ქვიაო გრძნობებიო ანუ გულშიო ესო რა ქვია პატრიარქს და იმას აკრიტიკებსო და გაცემულიც ამაქვს მე ამ ყველასთან პასუხი არც მე მგონია ნამდვილად რომ აი ესეთ ბიონაგავ ადამიანებს რომლებსაც რო კითხო რომ დარბიან ეკლესიაში და სანთლებს ანთებენ და რიტუალებზე თავს იკლავენ დიდი მორწმუნეობით რომ თქვენ გქონდეთ რაიმე რწმენის და სიყვარულის საერთოდ ნაპერწკალი გქონდეთ გულში იმიტომ რომ თქვენნაირი ნაგავი ადამიანები ვითომ ამ დროს მდუმარებაში ხართ და ოქროირ ჩეულს იმართლებთ თავს რო არ ერევით სამშობლოს გაყიდვაში და სამშობლოს ბედიღბალში და რაც შეეხება იმას კიდე არ ვიცი მე ტომარაძემ ვინ მიიყვანა ვინ მოიყვანა ეს არ მაინტერესებს ერთი ვიცი რომ არ შეურაცხყოფა იქ არავის არ ქონია მიყენებული ეს მსგავსი პოლიტიკური აქციები ტომარაძის მხრიდან იქნებოდა თუ პატრიარქის სახელით და ეკლესიის სახელით უამრავი პოლიტიკური ძალა იყენებდა ყოველთვის ბინძურად უბინძურესად იყენებდა და მახსოვრობა თუ დიდიგა კარგად გაიხსენენ რამდენი სიბინძური არის მომხდარი და რაში ამოგიღიათ ბიჭო თქვენაერ ადამიანებს ხმა გინდა ქოცები აიღეთ და გინდა სხვა ეს ვითომ პატრიარქ მადიდებლები რო ხართ თქვენ პატრიარქის რო გესმით პატრიარქმა გითხრათ არ შეიძლება LGBT კანონების მიღებაო და ადექით და 150-ვე ეს რა ქვია ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეთ. პატრიარქმა გითხრათ მიწა არ გაყიდოთო და გამოვარდნილები ხართ და ერთი მეორეს გამწარებული ხელში დაგიკავებიათ ეს რა ქვია კელაპტრები როცა მოვა ეს დიდი სანთლები უნდა დაიკავოთ ღმერთი უფრო ხედავს ამ ყველაფერს და დადგეთ იქ და ლოცვაზე და ქრისტიანობაზე უნდა ილაპარაკოთ და რა გესმით თქვენ ან პატრიარქის რა გესმით ან ადამიანის რა გესმით ან საერთოდ ვისი რა გესმით და თქვენნაირი დედამოტყნული ადამიანები ნუ გვასწავლიან ჩვენნაირ ადამიანებს ვინც მაგმიწისთვის მზად იყვნენ რომ მომკვდარიყვნენ და ვისაც მაგმიწისთვის თქვენ იჭერდით და სისხლის სამართლის საქმეებს უგზრავდით მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით მე ვარ აგერ ერთ-ერთი წარმომადგენელი და თქვენ არა გაქვთ იმის უფლება ჩვენ გვასწავლოთ ჭკუა ჩაიგდეთ ენამუცელში და საერთოდ სარწმუნოებაზე ქრისტიანობაზე და მსგავს რაღაცეებზე რაც ერის სულიერ მდგომარეობას ეხება თქვენაირ ნაბოზრებს საერთოდ ლაპარაკის უფლება არ აქვს ჩათალახებოთ თქვენ ხან ხალხსა ხართ ამოფარებული და ხან პატრიარქსა ხართ ამოფარებული და ხან ქრისტესა ხართ ამოფარებული და ხან ვის ჩაიგდეთ ენამუცელში ერთი თქვენ აგდი ხართ და მეორე თქვენ ჯაღმაიძე აგდია კიდე ადამიანი გამოვიდა და განაცხადა რომ დავით გარეჯიო ესო რა ქვია ბერთუბანი და ჩიჩხიტური და ესო რა ქვია აღდგომის ტაძარიო ესო აზერბაიჯანის ტერიტორია არისო და იქ როდესაც მივედით თქვენ ფარისევლებო თქვენ გარყვნილო ფარისევლებო და მოვითხოვეთ რომ გამოსულიყო გარეთ და აეხსნა ყველაფერი და პატრიარქთან შეხვედრა მომხდარიყო დავდეთ მე მაგ ვიდეოს აი დავდებ ხვალ არა ზეგ დავდებ მაგ ვიდეოს გავახსენო ზოგ-ზოგი ერთებს მაშინ ლაკორიაში შეიმალეთ პოსტები წაშალა ჯაღმაიძე მიმიდან რა ქვია და სოკარის დაფინანსებული ივენთებზე დარბოდა და თქვენ კიდე ამ დასირებულმა ზომბებმა გურამ ფალავანდიშვილის ნაირმა კოლექტიურმა გურამ ფალავანდიშვილებმა გამოდით და ისა რა ქვია ჩვენ დაგვიწყეთ ლანძღვაგინება რომ თქვენ როგორ გაბედეთ და საპატრიარქოსთან როგორ მიდით და თქვენ რა უფლება გქონდათ და ანუ ჯაღმაიძეს თქვენ ყოფილხართ ბიძია ამ ქვეყანაში რა ვიცი ღმერთებიც მეფეებიც პრეზიდენტებიც ყველა თქვენ ყოფილხართ რა და ჩვენ არ გქონია ამ ქვეყანაში არსებობის უფლება მაშინ არა ასე ხართ ანაფორას ამოფარებული ძალიან ბევრი ვირთხა და ნაძირალა ვინსად ამიტომ ჩვენ ამ ნაგავი ხალხის აზრი არ გვაინტერესებს იქ არავინ არ მიდის განსხვავებული სხვა მიზეზით ყველაფერი ეხება ქართულ მიწას ღვთისმშობლის წილხვედრ და კურთხეულ მიწას და აი
ვამბობ გასაგები ენით. ამ აქციის მმართველი და სულის ჩამდგმელი ვინც არის ძირითადად ვინც ეს ყველაფერი უნდა ისაუბროს, არის ჩემი უფროსი მეგობარი, ალბათ ყველა მიცით აქ ვინც ახართ ჩემი გამომწერები, ბატონი შალვა მაღრაძე, რომელიც ბრწყინვალედ განათლებული არის რელიგიურ საკითხებში, ბრწყინვალედ განათლებული არის საქართველოს ისტორიაში და დიდი ჯულის კანონის მიხედვით, ისე როგორც მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი, უნდა იღებდეს ხმას და ითხოვდეს ხმას, მიდის იქ და უნდა იქნას პირდაპირ ჯულის კანონიდან ეს ყველა სასულიერო იერარქზე მაღლა დგას დიდი ჯულის კანონი, ისე ზოგიერთი დებილისთვის გასაგები რო იყოს. ეს არის პირდაპირ წმინდა წერილი, რომელიც არის საეკლესიო კრებების გადაწყვეტილება და პლუს მიმატებული რუის-ურბნისის კრების მთავარი დოკუმენტი, რომელსაც აქ მარადისობის კანონი მინიჭებული და ზუსტად ნორმალური ადამიანი და ნორმალური მორწმუნე ადამიანი არათუ პიროვნებებში უნდა ეძებდეს მხსნელს და გადამრჩენს, ჯულის კანონით უნდა ცხოვრობდეს და ჯულის კანონს უნდა სწავლობდეს, თუ იმას აინტერესებს მართლა ქრისტიანული ცხოვრება და სასულიერო პირების მოვალეობა მეტი არაფერი არ არის ჯულის კანონში, რაც არის დაწერილი, ის გააცნოს თავის მრევლს და ქრისტიანული ცხოვრებით აცხოვროს თავისი საწმსო. მეტი მღვდლის და სასულიერო პირის მოვალეობა არაფერი არ არის. არც ბიზნესები, არც ჯიპები, არც სხვადასხვა ეს აიფონები და მსგავსი რაღაცეები და ასე შემდეგ. ეს არის სასულიერო პირის უმთავრესი მოვალეობა. ხო და ვისაც თქვენ ღმერთის არ გწამთ, ბიჭო, ხალხს ღმერთის არ წამთ და ეხა პატრიარქის წამდეს, მე ნაკლებად მჯერა ეგეთი ადამიანების, თუმცა თაყვანის მცემლებს. ყველაფერს, რასაც წაიკითხავს ხვალ ბატონი შალვა, ღრმად განათლებული ადამიანი, საქართველოზე სულით ხორცამდე, თხემით ტერფამდე შეყვარებული ადამიანი, ყველა აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი იქნება ქრისტიანობის კანონების მიხედვით. ამიტომ წინასწარ ვაფრთხილებთ ყველა ნაძირალა ვირთხას, ყველა ყანდურს, ყველა ყანდურის მომსახურე ვიღაც ურჯულო და უჯიშო ადამიანებს, რომლებიც ბლომად არიან და დაბოლებული არიან ამ საყანდურეთიდან. ჩემი მამაო, რასაც მეტყვის, იმას რო გააკეთებს, რო კითხო და მისი მამაო, როდესაც ეუბნება, რომ წყალში გადახტიო, შეიძლება გადახტეს და სამშობლო რო იყიდება და მისი მამაო რო დუმს, თვითონ რო ამის ტვინი არ გააჩნია. ამიტომ იქ არავინ არ მიდის, არავის გადმოდექის ძახილით, რასაც მიჩვეული არის ყველაფერი. აქ განცხადება არის უშუალოდ ჯულის კანონის მიხედვით. ამიტომ შემოკარგებო ყველამ შეიკავეთ თავის ზედმეტი გამოხტომებისგან, რა დროს რა გაკეთებულა საპატრიარქოში და რა დროს ვის რა დაუშავებია, ამაზე არ ხდება იქ შეკრება და არც იმაზე მიდის, რომ მარტო ეს საკითხი არ ეხება საპატრიარქოს, სხვა საკითხებიც ეხება და არ არის აქ სხვა საკითხი იქ არ განიხილება ქართული მიწის საკითხი, რომელიც არის წმინდათა წმინდა ანი და ჰოე ყველა ნორმალური ქართველისთვის. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება პასუხი და ვინმე ნუ შეეცდება რაღაც თემების შემოტენვას იქ. და ნუ შეეცდება, ნუ რავინ იქ გამარგინალებას ეხლა თორე გაქცევენ შესაბამის პასუხს და მიგაბრძანებენ თავის ადგილზე. პროვოკატორები ვინც იქნებით. ამიტომ ყველამ თავი შეიკავეთ და მიბრძანდით იქ წყნარად მშვიდად და მოისმინეთ. არც იმას ვამბობ, რა ქვია, ამდენი უნდა იყოს, იმდენი უნდა იყოს, მე მიმაჩნია, ვინც საქართველოში არის და ვისაც ქართული სული აქვს და ვისაც ღმერთი წამს და სამშობლო უყვარს, იქ უნდა იყოს ხვალ და სამშობლოს სიყვარულს არ წმენის სიყვარულს მე ახლა ძალით ვერავის ვერ მოვთხოვ. ყოველ შემთხვევაში აქ 10,000 და 20,000 ადამიანი რო ნახულობს ამ ვიდეოებს, იმისთვის რა ქვია, მე აქ შოუების მოსაწყობად არ წერ ამ იმგენს და არც ფინანსური ინტერესები გამაჩნია ამ ვიდეო ბლოგებიდან. ერის ბედზე ეხება, ქვეყნის ბედზე ეხება ეგ ყველაფერი და კეთილი ინებეთ და თავი შეიწუხეთ და მიბრძანდით. არანაირი შალვა კეკელიაზე არაა საუბარი, შალვა მაღრაძეზე არის საუბარი. არანაირი სასულიერო პირი არ აწყობს ამ აქციას და არავინ ამას აწყობენ საერო პირები, აწყობენ
უბრალო რიგითი ქრისტიანი ქართველები, ქართველთა დიდი გაერთიანება უბრალო ქართველებს, რიგით ქართველებს, ვინც აერთიანებს, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ და მოუწოდებთ ყველა ქრისტიანს იქ მობრძანდეს და დაინტერესდეს ამ ყველაფრით. ახლა თუ ვინმეს ეს არ ადარდებს, ვინც ახლა ნახავს და გაიაზრებს და ფეხებზე კიდია, კაცო, მის ნამუსზე იყოს. მასეთი პატრიოტებით როა ქვეყანა სავსე და მასეთი პატრიოტული ლოზუნგებით რო დარბიან, იმიტომ მიგდის ქვეყნის საქმე წინ და ვიღაცა შეიძლება პოლიტიკურ ქულებს ეძებდეს. სინდისიანი და ნამუსიანი და პატრიოტი ადამიანი ზუსტად იქ უნდა იყოს, სადაც მისასვლელი ახლა ვინმე თუ ფულის გადახდას ელოდება აქციაზე სასირულს, მასეთი ადამიანები ნურსად ნუ მოხვალთ, ნუ რასდროს. ბატონი შალვა ყველაფერს შესაბამისად გასცემს პასუხს, იქნება ყველაფერი წაკითხული და დაველოდებით შედეგს. მორჩა და დამთავრდა აქ მეტი სალაპარაკო არაფერი არ არის, არავინ აქ რაღაც ახალ ველოსიპედის გამოგონებას არაპირებს და რაღაც სასწაულს. გვეყიდება სამშობლო, გვეკარგება სამშობლო და გვჭირდება ჩვენი თუნდაც სახელად არსებული სულიერი მამები, რომლებსაც რო კითხო, არ ვიცი, აბარიათ ერისბედი და არ ვიცი ზოგი მიტინგებზე დარბის, ზოგი პროევროპელი მღვდელია, ზოგი პრორუსი მღვდელია რო კითხო, ზოგი პროსახელისუფლო მღვდელია, ზოგი პროოპოზიციური მღვდელია, არ ვიცი მე ეს რას ნიშნავს, მე ვერ ხვდები, მღვდელი უნდა იყოს ქრისტიანი და მართლმადიდებელი და უნდა იყოს მორწმუნე ქრისტიანი უნდა იყოს მღვდელი პირველ რიგში და ამის მერე არის უკვე დანარჩენი საკითხები, განსახილველი და მორწმუნე და ქრისტიანი ადამიანი ვერც პრორუსი იქნება, ვერც პროევროპელი იქნება, ვერც ბიძინამადიდებელი იქნება და ვერც მიშამადიდებელი, იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანმა კარგად იცის რა უნდა აკეთოს და რა ვალდებულება აქვს აღებული საკუთარი საწყმოსოს მიმართ. ვაი თქვენ ციგნობრებო და ფარისევლებო, აი რომლებსაც გაგაჩნიათ დიდი ცოდნა და ხართ ფარისევლები. აი თქვენზე ლაპარაკობდა ქრისტე, ზუსტად ბევრი თქვენნაირი ყანდური გამოყარა ზუსტად ერთადერთხელ ჩავარდა უფალი მრისხანებაში, როდესაც მამაჩემის სახლიო გადამიქციეთო ემათო, რა ქვია, სავაჭრო ცენტრათო. ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს იქ პოლიტიკური რაღაცეების მოწყობას, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ არ გვაინტერესებს არანაირი პოლიტიკური ფულები, გვაინტერესებს ერის და ქვეყნის ბედი. ამიტომ ყველას ეკისრება ერის და ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა, როგორც რიგით ადამიანს, ასევე არ აქვს მნიშვნელობა რომელი დროის პატრიარქი იქნება და რომელი დროის ეპისკოპოსი იქნება და რომელი დროის რიგითი მღვდელი იქნება თუ ვინ იქნება. მარტივად გამომდინარე იმიდან, რომ ჩვენ ისტორიაში ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ქვეყანას უდგებოდა რთული პერიოდი, ეს მარტყოფის ბრძოლა იქნებოდა თუ არ აქვს მნიშვნელობა ეგ ყვარლის ციხესთან ბრძოლა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უამრავის გახსენება არის შესაძლებელი, რომ საეკლესიო ლაშქარი სასულიერო პირების ეპისკოპოსები იბრძოდნენ პირდაპირ ხმლით ხელში მტრის წინააღმდეგ, ასე რომ არაფერი არ შეცვლილა იმ დროიდან მოყოლებული, ხო და ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია. ამიტომ ყველამ კეთილი ინებეთ და ამ ერის და ამ ქვეყნის მიმართ თქვენი წილი პასუხისმგებლობა და იცავით თქვენი წილი საქართველო. და რაც შეეხება რაოდენობას, არც იმ რაოდენობაზე არ ვდარდობ კიდე რამდენი მოვა და რამდენი არ მოვა. თუ ცოტა ადამიანს ადარდებს ერის ბედი და ქვეყნის ბედი, ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ახლა 10,000-მდე ადამიანი ნახავს და 10,000 ადამიანი კი არა, 100 ადამიანი თუ მივიდა ამ ვიდეოს ნახვის მერე, ეგ იქნება ჩემთვის პირადად, რა ვიცი, სენსაცია, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა მე არ მახსოვს და მაგრამ უფალსა აქვს ნათქვამი, ვინც ორი ადამიანი, ვინც ჩემი სახელით იქ შეიკრიბებაო, მესამე მე ვარო იქო და ორი ადამიანიც რო შეიკრიბოს, მესამე უფალი იქნება და იქ სადაც უფალი იქნება, იქ დანარჩენი უკვე ნამდვილად არ მაინტერესებს არც მე და არც ბატონ შალვას და არც იმ სხვა დანარჩენ ადამიანებს, ვინც იქ ხვალ უნდა შეიკრიბო. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ გონიერებისკენ, სიმშვიდისკენ, არსებობს კონკრეტული შეკრების მიზეზი, არსებობს კონკრეტული შეკრების მიზანი და არავის არ აქვს უფლება რომ ეს ყველაფერი ან გადააკეთოს, ან გადმოაკეთოს. თუ თქვენ ვინმეს რამე სხვა რაღაცეები გაწუხებთ, შეგიძლიათ სხვადასხვა დრო შეიკრიბოთ და თქვენი პასუხი მოითხოვოთ ისე როგორც აქვს მოსათხოვიდან. ჩვენ ურავინ შეგვიშლით ხელს ამ ქრისტიანულად, ქართულად, ქრისტიანულად იმ საქციელში, რომელიც საქციელის ჩადენასაც აპირებენ ხვალ ადამიანები და რას აპირებენ და როგორ აპირებენ, ნახავთ. როგორც ასეთი ადრეც ყოფილვართ შეკრებილი ისევ და ისევ. დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით,
ქართული მიწის თემასთან დაკავშირებით და მაშინ დაიმალნენ, პასუხი არ გაგვცეს, 1000 ტალახი გვესროლეს, აი ეს ბრმა ზომბირებული კერპთაყვანის მცემლები მოგვისიეს და პატრიარქის მაგინებლები და მლანძღოლები გამოგვიყვანეს და აი ეს იარლიკებს ჩამოკიდებენ საზოგადოებაში და მერე უნდა ადგე და ამტკიცო ის, რომ თურმე არ გაგილანძღია, არ გითქვია, არავისთან მიუხედავად იმისა, რომ მილიონჯერ მithქვია, რომ მაჩვენეთ ერთი მე თვითონ როდის შევაგინე პატრიარქს, ან დაწერილი მაჩვენეთ ჩემი, ან ვიდეო მაჩვენეთ, სადაც მე პატრიარქს ვაგინებ. ვერავის ჯერჯერობით ვერ უჩვენებია და შეგნებულად რო ადამიანი ამას აკეთებს, ერთი რაღაცის თქვა მინდა, ეხლა სულიერებაზე ვლაპარაკობ, ქრისტიანობაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ამას ქვია ბოზური საქციელი, ცილის წამება ქვია, ნახალკის შეტენა ქვია და ვინც მაგას ჩემზე ამბობს, თქმელის და დამბრალებელის დედას შევეცი ორივესას ერთად. აი ეს მინდა რომ იცოდეთ. ამიტომ ჩვენაირი ბოზიშვილები ბევრია ამ ქვეყანაში, ჩამოუკიდიათ ესა ჯვრები დიდი ქრისტიანები და დიდი კელაპტრები უკავიათ და ეს ინდულიგენცია რო ისგონიათ, რა ქვია. მორჩა მეტი არაფერი არა აქვს სალაპარაკო და სათქმელი და რა ვიცი, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ, ვეცდები გაგცეთ პასუხი ცოტა ხანი. ხვალ მიხეილ საპატრიარქოსთან ხვალ 29 ნოემბერს 15 საათზე, დღის 3 საათზე არის შეკრება, სადაც იქნება დიდი ჯულის კანონის მიხედვით გადაცემული მოთხოვნა საპატრიარქოს მიმართ, რომ მოიწვიოს წმინდა სინოდი და გააკეთოს სინოდმა განცხადება საქართველოში არაბების ჩამოსახლებასთან და არაბებზე მიწის გაყიდვასთან, ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. აი ამ საკითხთან დაკავშირებით ხდება ჩემო ძმაო და ხლა ვისაც ღმერთი წამს და ვისაც სამშობლო უყვარს და ვისაც ადარდებს, იქ უნდა იყოს და იქ უნდა მივიდეს. და ეხლა თუ არ მოვლენ ჩემო კარგო, ხო? ქალბატონო მანანა, თუ არ მოვლენ, ხო? საერთოდ არ მაინტერესებს. მე ამ ქვეყანას რო შეხედო ადამიანმა ხო, აი იმდენი პრობლემები და იმდენი უბედურება გააჩნია ჩვენ ერს, ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თავი უნდა მოიკლა, რო დაუკვირდე. იმიტომ რომ საშველი არცაიდან არ ჩანს. მაგრამ თავს არ ვიკლავთ. არ ვიკლავთ, იმიტომ რომ ჩვენი მისია რაც აგვაქვს და ვთვლით, გვაქვს დაკისრებული ჩვენი მისია ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ის უნდა შევასრულოთ. და დანარჩენს უფალი ხედავს ყველას და საერთო ჯამში ის განსჯის არის თუ არა ეს ქვეყანა და ეს ერი არსებობის ღირსი. თუ აქამდე მოგვიტანა, თუ აქამდე გვარსება იმით, რომ ქართველი კაცის ცხოვრების წესი და ყოველდღიურობა იყო ქრისტიანული მორალის და ქრისტიანული ცხოვრების იდენტური. თუ არა არანაირ ლოგიკაში ამ ქვეყნის არსებობა დღევანდელ დღემდე არ შეიძლება ჩაითვალოს, ავით, არანაირ ლოგიკად, იმიტომ რომ ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ერი და ვერც ერთი ქვეყანა ამ იმპერიების გზაჯვარედინზე, რომელ გზაჯვარედინზეც დაიმსხვრა ბიზანტიის იმპერია, რომის იმპერია, სასანიდური ირანი, ხაზართა კაგანატი, მონღოლთა იმპერია, არაბთა სახალიფო, ოსმალეთის იმპერია, თემურლენგის იმპერია, მათ შორის რუსული იმპერიაც. მაგაშია საქმე, რომ ხო, კი ბატონო, ახლა არ მინდა მე მაგაზე საუბარი, ზუსტად მაგაშია საქმე, თუ კი დააფიქსირებენ ისინი, რომ გმობენ და მიაჩნიათ ქართული მიწის გაყიდვა მიაჩნიათ სამშობლოს ღალატად, მაშინ შეგიძლია მიუბრუნდე ერს და უთხრა ქართველო ერო, საპატრიარქო, სინოდი, ქართული მიწის გაყიდვას თვლის სამშობლოს ღალატად. ოფიციალურად.
და გამოდით ახლა თუ თქვენ ქრისტიანები გქვიათ და იმოქმედეთ მოღალატეების წინაშე, რომ გადაარჩინოთ ქვეყანა. და ახლა როდესაც გაჩუმებულია ყველა და დაწყნარებულია და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და როცა ჭირდებათ ესმის ამ პატრიარქის ამ ხალხს და როცა ჭირდებათ არ ისმით ამ პატრიარქის ამ ხალხს. ო აი ესეთ მდგომარეობაში ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის და ამათვის რომ საერთოდ არც პატრიარქი არსებობს და არც სარწმუნოება და არაფერი კიდე ერთხელ მტკიცდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ლაივიც იმით დავიწყე რომ კითხო ამ ხალხს ყოველ მესამე ჭიქაში პატრიარქის სადღეგრძელოს ამბობენ და ლოცავენ პატრიარქს და ღმერთო დიდხანს ამყოფეო და რო კითხო აი ესეთ ადამიანებს მაგათი პატრიარქი აი ეგეთ კატეგორიაზე მაქვს მე როდესაც ეუბნება რომ იწის გაყიდვის უფლება არა აქვს არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს ამ დროს დაყრუებული და დაჩლუნგებულები არიან და ასე ხდებოდა ნამუხვანთან დაკავშირებით, ასე ხდება დღესაც და ასე მოხდება მომავალშიც. ამიტომ ან თქვან, ან გამოვიდნენ და თქვან, ხო, ჩვენ არ ვთვლით ამას, რომ მიწის გაყიდვა ეს არის რაიმე პრობლემა. გვეცოდინება. მაშინ გვეცოდინება, რომ საპატრიარქო არის ქართველი ერის ღალატში ჩართული. არ ძალიან მარტივია ყველაფერი. ძალიან მარტივია ყველაფერი. მით უმეტეს შობის მარხვა მოდის აგერ. და ამ შობის მარხვაში განსაკუთრებით ქრისტიანი უნდა იყოს ადამიანი. განსაკუთრებულად ქრისტიანი უნდა იყოს. აი ამის თქმა მინდოდა დანარჩენს თვითონ ბატონი შალვა ხვალ თვითონ იტყვის, თვითონ მიმართავს და ძალიან გთხოვთ ყველას რა. ძალიან გთხოვთ ყველას. თუ ხართ ქრისტიანები და თუ გიყვართ სამშობლო, მოიქეცით ისე როგორც ქრისტიანი და პატრიოტი ადამიანი უნდა იქცეოდეს. მორჩა და დამთავრდა. მე თუ მკითხავ ეს ყველას მოვალეობა არის, ვისაც შეუძლია ფიზიკურად იქ ყოფნა იყოს და ეხლა თუ არ იქნებით ორი ადამიანი მაინც იქნება იქ და მესამე უფალი იქნება. და ყოველთვის სამწუხაროდ ასე იყო, რომ მსგავს რამეებთან დაკავშირებით ყოველთვის ერთეულების ხარჯზე ხდებოდა გადაწყვეტა საქართველოს ბედის და იყვის. სამწუხაროდ. დანარჩენი იჯდა და უყურებდა. და მიზეზებს ეძებდა, რომ როგორ არ ყოფილიყვნენ და როგორ არ მიეღოთ მონაწილეობა და ამა თუ იმ წმინდანის ამოგლეჯილი სიტყვებიდან გიწყებენ იმას, რა ქვია, თავისი ლაჩრობის გამართლებას და თავისი ღალატის გამართლებას. ეგ არის და ეგ. კარგი ჩემო დაგემშვიდობებით. კიდე ერთხელ ვამბობ, ხვალ 29 ნოემბერს 15 საათზე საპატრიარქოსთან. კი ბატონო, ხო, ვინც არ ერევა, ესე იგი გარიგებულია და ჩართულია ყველაფერი. მორჩა და დამთავრდა. რა თუნდა ახლა ამას ლაპარაკი, მაგრამ ამას ჭირდება ფიქსაცია. ძალიან ბევრი რამისთვის არის საჭირო. ოფიციალური პოზიცია. კარგით.